მე მოუთმელად ველოდები ამ კანონის მეორე მოსმენას ზოგადად იქიდან გამომდინარე რომ გუშინ წავიკითხე თავიდან ბოლომდე და რავი მგონია რომ შეუძლებელია ამ კანონის დაცვა. მე ზოგადად გირჩევდით ქალბატონ მაია რომ დაანებოთ ამ კანონს თავი და საერთოდ არც განვიხილოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს კანონი ხო არის მანქანა რომ აღდგენას არ ექვემდებარება ისეთი დაზიანება რო აქვს. ჩემი აზრით ამ კანონს არაფერი არ ეშველება და მე ხა მეორე მოსმენა არ არის მოხლობრივ განხილვას ვერ დავიწყებ, მაგრამ აი ზოგადად ძალიან მარტივ ფაბულას წარმოგიდგენთ რის გამოც მგონია რომ ეს კანონი ასეთი არის და არაფერი არ ეშველება. როგორც მე გავიგე და ინფორმაცია თუ არასწორია შეგიძლიათ მითხრათ, მაგრამ ქვეყანაში ყავს დაახლოებით 500,000 უპატრონო ძაღლი და კატა. და ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ მათი რაოდენობა შემცირდეს და ხალხი არ შეაწუხოს. პირობას დებთ, რომ ეს შემცირდება. მაგრამ პარალელურ რეჟიმში ძაღლს და ადამიანს ერთმანეთთან ურთიერთობას უკრძალავთ. ფაქტობრივად ძაღლი ყავთ მოხსენიებული თუ დიდი ზომის არის და რაღაცა არის ისეთივე რეგულირების ქვეშ, როგორც იარაღია, ნარკოტიკია დაახლოებით და საბოლოო ჯამში იმ ხალხს, რომელიც ძაღლის გაყიდვას ახორცევს ანუ ბიზნესშია, სიტყვასაც კი რეალიზატორს ეძახით. ანუ როგორც ნარკორეალიზატორს ეძახიან, თქვენ რომ ნარკო მოაშორეთ და ძაღლის ბარიგის ტერმინი შემოგაქვთ, როგორც ასეთი. გარდა მაგისა, მაგალითად რა იგულისხმება იმაში, რომ თქვენ როგორ ებრძვით სინამდვილეში ისეთ ძაღლებს, როგორც არის კავკასიური ნაგაზი, როგორც არის კანეკორსო, როგორც არის, რავი, გერმანული ნაგაზი და ასე შემდეგ. აი წარმოიდგინეთ, ეს არის მომეტებული რისკის ძაღლებში გაიყვანეთ და ამბობთ, რომ მისი მეპატრონე უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის პირი, რომელიც და იდენტიფიკაცია რეგისტრაციის მიზნით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარუდგინოს შემდეგი ცნობები სრულწლოვანმა ადამიანმა, რომელსაც ძაღლის ყიდვა უნდა. ნასამართლობის ცნობა, აფჩარკას თუ ყიდულობ, ქართულ ნაგაზს თუ ყიდულობ, ნასამართლობის ცოდნა უნდა წარუადგინო თუ მყავს დანაშაულისთვის ჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვას და ფსიქიური მდგომარეობის შესახებ. ხო და იმ ხალხს, რომელიც აი მეცხვარე რო არის, ძაღლი რო ყავს, თელი ცხოვრება რო ამითი არის დაკავებული. ჩვეულებრივ ქართველი ადამიანი, რომელსაც დიდი ძაღლი ყავს. ანუ ამ ხალხს თქვენ ეუბნებით, რომ თქვენ სანამ ნარკოლოგიურ ნასამართლობის ცნობას არ მოიტანთ, ძაღლს არ მოგაბარებთ. ასევე 18 წლის ადამიანს არ შეუძლია გაასეირნოს ძაღლი. ეს ხო რა კრიტერიუმია? თუ ვთქვათ ამბობთ, რომ ღონე არ ყოფნის 18 წლის ადამიანს, მე მგონი 18 წლის ბიჭი უფრო ღონიერია, ვიდრე 20 წლის გოგო, თუ ამას გულისხმობთ. ანუ ზოგადად თელი ეს კანონი ხა მე არ მინდა მუხლებში ჩავიდე და გავშალო, მაგრამ იცით როგორ არის სინამდვილეში სად იკითხება ეს თქვენი მიზანი საბოლოო ჯამში, რისი იმედი გაქვთ და რა გინდათ? აი ერთ მუხლს ავიკითხავ უბრალოდ, საიდან მოდის თქვენი სურვილები ჩემი აზრით. ქვეყნის მასშტაბითო ყოველდღიურ მონიტორინგს განახორციელებს 79 ეკიპაჟი, რომელთა შემადგენლობაში იქნება მინიმუმ 2 თანამშრომელი, მძღოლ-დამჭერი და სპეციალისტ-დამჭერი და საშუალოდ მოხდება დღეში 200,000-იანი ჯარიმის დაწერა ეკიპაჟის მიერ. ჯამურად მოსალოდნელია დაახლოებით 5,767,000 ლარის საჯარიმო შემოსავლის გენერირება წელიწადში. ეს მაშინ როცა ჯერ არავის არაფერი არ დაურღვევია. თქვენ უკვე წინასწარ ამბობთ, რომ 200,000-იან ჯარიმას 100%-იანი გამოწერთ. ასევე წერთ მაგალითად, რომ იმ დაშვებით, რომ ქვეყნის მასშტაბით წელიწადში მოხდება საშუალოდ 100 ერთეული 500,000-იანი ჯარიმის დაწერა. ჯამურად მოსალოდნელია დაახლოებით 50,000 ლარის საჯარიმო შემოსავლის გენერირება, რაც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ანუ წარმოიდგინეთ, რომ სინამდვილეში წინასწარ იცით, რამდენი ადამიანმა დააჯარიმოთ, მაშინ როცა ჯერ სამართალდამცავი ჩადენილი არ არის. ქართველ ხალხს კავკასიური ნაგაზის ყველაზე ნარკოლოგიურ ცნობას, ნასამართლეობის ცნობას 18 წლის უნდა გახდეს, სადღაც უნდა დარეგისტრირდეს ამას თხოვთ და ბოლო ბატონ თავმჯდომარე და всё, ხმას არ ამოვიდა. აი მაგალითისთვის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც აი მგონია, რომ ცვალწინდებს და ვერ ხედავთ. აი წარმოიდგინეთ, რომ როცა ამდენი უპატრონო ძაღლი ყავს, სინამდვილეში ფასდაუდებელი ადამიანი, რომელიც თანხმობას აცხადებს მიმკედლებაზე და უბრალოდ ძაღლი უყვარს, უulis რაღაცა შვება. თქვენ მე გეტყვით, აი იმისთვის, რომ ძაღლი ადამიანმა მიიკედლოს, რა ევალება? აი უბრალოდ რომ ფიზიკურად ადამიანს სამადლო საქმე რო ქნას, რა ევალება და მე წარმოიდგინეთ, რომ ეს რო არ შეასრულოს, როგორ ჯარიმდება. ესე იგი მიმკედლებელი ვალდებულია. იყოს რეგისტრირებული მიმკედებლად მონაცემთა ერთიან ბაზაში. ანუ ძაღლს რო საჭმელი ვაჭამო, ესე იგი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში უნდა დავრეგისტრირდე. მეორე, იმიტომ რომ ზემოთ გიწერიათ, რომ მიმკედლებელს უფლება აქვს უზრუნველყოს მიკედლებული ცხოვრების კვება დაწურება და მიმკედლებელი არის ტიპი, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს სადღაც. ანუ იმისთვის, რომ ძაღლს ვაჭამო, სადღაც უნდა დავრეგისტრირდე. უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტიარაბიული ვაქცინაცია, მიაწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოს და წარმოიდგინეთ, ჩამონათვალია ადან ზმდე. ახლა აღარ წავიკითხავ უბრალოდ. და ყველა მათგანს თუ ადამიანი ამას დაარღვევს, მე სამართალ დარღვევებში შესაბამისად ექნება ნორმა, რითაც ის დაიჯება, მაგრამ თუ ნორმა არა გაქვთ და არ ჟით, მაშინ აქ რატო გიწერიათ, ხო სისულელეა შინაარსობრივად. ამიტომ გეუბნებით, რომ ამითი უფრო მეტი ადამიანი ძაღლი აღმოჩნდება ქუჩაში. ადამიანებს და ძაღლებს ერთმანეთის შეეშინდებათ, იმიტომ რომ ძაღლს რო გავეკარო, შეიძლება დამაჯარიმონ, რამე ისე ვერ გავაკეთო. თქვენ როგორც გინდათ, ჩაფიქრებული როგორც გაქვთ. და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი უფრო მეტ ძაღლზე ქუჩაში და უფრო მეტ დაჯარიმებულ ადამიანზე, რომელიც თქვენ მიზნად გიწერიათ. წინასწარ გეგმა გაქვთ აღებული, რომ ამდენს დააჯარიმებთ.